სადისტური რეჟიმი მოქმედებაშია, სადისტური რეჟიმი არავლეს ელემენტარულ ადამიანურ ნიშნებსაც კი და ცდილობს სისრულეში მოიყვანოს ამ ქვეყნისთვის დამღუპველი გეგმა და უარს არ ამბობს საკუთარ მანიაკალურ სურვილზე, არც მეტი და არც ნაკლები დატყვევებული ადამიანი მოკლას. არც მეტი და არც ნაკლები დატყვევებული ადამიანი დიახაც მოკლას არა სამავტყოფოში, არა ციხეში, არამედ იქ სადაც მოიცურვა ბიძინა ივანიშვილმა. ის არც ციხეა და არც სამავტყოფოა, ის არის უბრალოდ რაღაცა შენობა, სადაც დატყვევებული ყავს ადამიანი. არ აიღო ხელი ამ მანიაკალურ სურვილზე ბიძინა ივანიშვილმა, მათ შორის არ შეისმინა ყველაზე კომპეტენტური ექიმების რჩევები, დარიგებები, არც მათ მიერ გაკეთებული მძიმე პროგნოზები არაფრად ჩააგდო. აქედან გამომდინარე ქვეყნის ისტორიის ამ მნიშვნელოვან მომენტში, როგორც არასოდეს ახლა საჭიროა სრული მობილიზაცია და სრული ერთობა. ჩვენ ხვალისთვის დაგეგმილ სამ ლოკაციაზე გასამართ მანიფესტაცია მსვლელობას ვაუქმებთ, მე მქონდა პარტიებთან კონსულტაცია და ყველას ვისაც სჯერა რომ შიმშილობაა და არა დიეტა, ვისაც სჯერა რომ ამ ყველაფერში თავიდან ბოლომდე ჩართულია რუსეთის სპეცსამსახურები, ვისაც სჯერა რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს არ უნდა კლავდნენ, ვისაც სჯერა რომ ქვეყნის თავისუფლება და ღირსება არის ძალიან სერიოზული საფრთხის ქვეშ, გელოდებით 3 საათზე რესპუბლიკის მოედანზე. ყველას კიდევ ერთხელ გთხოვდით, გადავდოთ ყოველგვარი დაგეგმილი ჩვენი საქმიანობა, რაც გვინდა რომ ხვალ წავმართოთ, იქნება ეს საოფისე საქმიანობა, იქნება ეს სხვადასხვა ტიპის საოჯახო საქმიანობა და ყველანი უნდა გამოვიდეთ რესპუბლიკის მოედანზე. არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისთვის, იმიტომ მითხოთ და გავიმეორებ. მიხეილ სააკაშვილის მკვლელობა არის სახელმწიფოს მკვლელობა მრავალი წლით და ეს უნდა გავიაზროთ, ეს უნდა გავაცნობიეროთ. ამიტომ ჩემო ძვირფასო მეგობრებო, თანატოლებო, ახალგაზრდებო, უფროსი თაობის წარმომადგენლებო, მიუხედავად იმისა, რომ ხვალ არის სამუშაო დღე, მთავარი სამუშაო ადგილი, მთავარი სამსახური ხვალ არის 3 საათზე რესპუბლიკის მოედანზე. იქ ვიკრიბებით, მაგრამ ვიკრიბებით კონკრეტული გეგმით, რასთან დაკავშირებითაც მე ხვალ მეგობრებთან ერთად თქვენ გაგასწროთ და ხელისუფლებას აქედანვე ვეთქვი, თუ კიდე შეგჩენიათ რაიმე საღი აზრი ან ჭკუა, ხვალ 3 საათამდე უახლოეს წუთებში, საათებში გადაიყვანეთ ადამიანი, რომელიც დატყვევული ყავთ სამოქალაქო ჰოსპიტალში. იქ სადაც მთელი ერი მოგიწოდებთ, არ დარჩა ექიმიც კი ერთი, რომელიც არ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს თქვენ იქ კლავთ, იქ ყოფნით და იქ დატყვევით თქვენ იქ კლავთ, მაგრამ ჯიუტად ამას არ აკეთებთ. რახან თქვენ ამას არ აკეთებთ, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ თქვენ მიხეილ სააკაშვილი ვერ მოკლათ ერთი, რომ ამ რეჟიმისგან ეს სახელმწიფო გათავისუფლდეს და არც ერთი ადამიანი აღარ იყოს დატყვევებული. ხვალ 3 საათზე ყველანი რესპუბლიკის მოედანზე მათ გასაგონად, ვინც დააპირებს თბილისში ხვალვე ჩამოსვლას, თბილად ჩაიცვით და მოემზადეთ სამართლიანი, არაძალადობრივი ბრძოლისთვის. ბრძოლა, რომელიც აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით. და თუ არ დასრულდება, ბიძინა ივანიშვილო ძალიან მალე ამ ყველაფერს დაინახავ. ამიტომ შენ კიდევ გაქვს დრო, ბიძინა ივანიშვილო, ღარიბაშვილო, კობახიძე და მალევე ჩაუპატაკებთ რუსული სპეცსამსახურის წარმომადგენლებსაც, გადაუთარგმნით თუ რაზე ვსაუბრობ ახლა მე, გაქვთ ჯერ კიდევ საათები იმისათვის, რომ ადამიანი თქვენი ხელით გადარჩეს. თორემ ჩვენი ხელით ამ ადამიანს ჩვენ აუცილებლად გადავარჩეთ. მაგრამ ჯერ კიდევ გაქვთ შანსი ადამიანი, რომელიც უკვე მოკლულია თქვენი ხელით, გადაარჩინოთ. ამიტომ 3 საათზე რესპუბლიკის მოედანზე გელოდებით ყველას
ჩაიცვით თბილად. დიდი მადლობა.